შენ თუ ასე მიისწრაფი ღმერთისკენ, მე ღმერთზე წარმოდგენა გააქვს. რა ჩავიციკლეთ ამ ქართული ტრადიციის გაგება ღმერთზე და დავარქვით ქრისტიანობა. ეს ქართული ტრადიცია ფეოდალური და წმინდა სპეციფიურად ქართული ცნობიერების რწმენა არის ეს და სახელი ქვია ქრისტიანობა. და ამას ხო საჭირო რომ გავემიჯნოთ. ის კი არ არის დასაწუნი რომ ქართველი მორწმუნეა. დასაწუნი ის არის რომ შემოწმული რა გწამს და ვინ გწამს. შიოლაშვილი, სამღვდელოება, ქართული ისტორია, ქართული ენა, ქართული რა კავშირში ეს ბიბლიასთან. იქნებ ვინმე მითხრას რა კავშირში ეგ. და რატომ შემოღობ ეს, რატომ აქცია ქრისტიანობა სპეციფიურად ქართულ რელიგიად. და ეს აიყვანე ცაში რა, რომ აი მარიამიც ქართველია, ქრისტე ხო ქართველია და ქართველია. და დანარჩენები ებრაელები არიან, მოსე ისინი გადავყაროთ ეგენ. უცნაურია, ახალი აღთქმის ისინი გააქართველეს, ძველი აღთქმის პერსონაჟები ებრაელებად დატოვებს და ანტისემიტური განწყობა მაინც აქ ქართლს. მაგრამ არ იძახიან. აი ამ გაუგებრობაში ქართველის მთელი სახელმწიფო რო არის, იმიტომ არის ჩვენი არავინ არ ამდგარ აქ ინტელიგენტი და არ გაუკეთებია ამის ანალიზი. ანალიზი აუცილებელია ხახნო. ანალიზირება დაშლა რაც არის, მერე სინთეზირება რას ვაგე. არავის არ გადაუმოწმებია ის ლოგიკური მეთოდი, რომელიც ჩაგვისხეს 70 წლის განმავლობაში. და ამ ლოგიკით რას აღვიქვამთ ჩვენ? ეს ლოგიკი ძალიან ადეკვატური არის იმ პოსტმოდერნისტულ მსოფლმხედველობასთან ევროპა და ამერიკა რო გრიალებს. შესაბამისად, ისინი დიდი ქვეყნები არიან და ჩაყლაპავს. ჩვენ ვერ გაუძლებთ მაგას და ვიყლაპებით კიდევაც ხო. აი რასაც ისინი აკეთებენ, რას აკეთებენ რომ აი ზედმეტი ხალხი მოიშორონ, რა საშუალებით? აი ფსევდო ჰუმანიზმით. იმიტომ რომ მთავრობა თუ არ დააფინანსა, დაიშლება ქვეყანა. არ ფინანსდება საქართველოს მთავრობა საქართველოს მიწაწყლის სიმდიდრით და მოსახლეობაში დაკავებული მშრომელების ტაქსაციით. იმიტომ რომ გაშეშებულია ყველაფერი. მთავრობა კი მაგრა ცხოვრობს, გულაობს, არ იკლებს არაფერს. აი ეს გამოდის ეს ფულები. ხო, დახმარებები მე ნაჩუქარი კი არ არის, კრედიტებია ეგა, სესხია. და ტელევიზია ყალბად გადმოცემს გვეხმარებიან. არა, სესხია ეგა, სესხი. ეს უნდა თქვა, ეს არ არის და ევროპა რა თმიდა სესხი. როგორ ჩავაბარო მე ესა? უკან ქართველებმა როგორ დააბრუნოს ეს ვალები? ეს ვალებია სულ. და მთელი ეშხით ბანკი რიგით ადამიანს კანადაში და ამერიკაში დიდი ეშხით გაძლევს ამ სესხებს, როცა შენ მუშაობ რაღაც დაინტერესებულია რომ შენ კრედიტი შემოგტენოს, რომ სადღაც გარღვევაში იქნები და დაგიკაბალოს. მთლიანობაში ხლა სუბიექტი საქართველო კრედიტებზე დამოკიდებულია სავალუტო ბანკებზე და ფონდებზე და ეს დახმარება რატო გვატყუებენ? დახმარება ქართულს როგორ ეცინს? მომეცი და არ დაგიბრუნებ. კრედიტებია ხახნო ეგა. და რა არის ჩადებული კრედიტი? ქვეყანაა ჩადებული. თავისი ეთნო წარმომავლობით, თავისი ისტორიით, თავისი გეოპოლიტიკით. ჩადებულია. არ გადაიხდი, რაღაც ნაწილს მოგთხოვ, თუ ვერ გადაიხდი, რაღაცა დათმობაზე უნდა წავ. კერძოდ, იცი რა, დადგი ამის ძეგლი. დადგი იმის ძეგლი. თუ მე შემოუშვი ინდოელი, შემოუშვი ისა არ გააგა. ხო ანახე, იმიტომ გაიმსოთ არაკნებით საქართველოს. და ნახეთ რა ფოფისა და ღაღანში არიან პარლამენტის გამხდრების შედიან, გაფუებულები გამოდიან პარლამენტიდან. ყველამ თავიდან როგორ ცალ-ცალ კალოჩი შევიდა ბევრი. დაილაგეს ყველაფერი. აი კრედიტებიდან არის ნაყიდი ყველაფერი. და ეს ხელს უწყობს მოსახლეობის, სახელმწიფო მოსახლეობის განადგურებას და ტერიტორიაზე სხვა დაეუფლება. იმიტომ რომ ვერ გაერკვა საქართველოს წამყვან ინტელექტუალური ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ამას აცნაირად შეეწინააღმდეგებიან. და ეწინააღმდეგებიან. აი ესენი რატო არ ფიქრობენ რომ ევროპა, ამერიკა სადად დგას და რატო არ შემოაქვთ ის წიგნები, როგორ გაჩნდა პოსტმოდერნიზმი, მოდერნიზმი, რამ წარმოშვა ეს, საითკენ მივდივართ. თორე ჩვენ იზოლაციასკენ მივდივართ ამ ყრუ რელიგიით. ეს ხო ყრუ რელიგია არის. და იზოლაციაში რო ვართ, იმიტომ ვართ აი ესე გაჭირებულები. იმიტომ რომ ამ რელიგიით ისინი ინტეგრაციაში არ გიშვებენ. ჯერ ინტეგრაციაში შესვლას ვაკრიტიკებთ ჩვენ, მაგრამ სხვა ძალა არ არის. ინტეგრაციაში უნდა შევიდეთ, მაგრამ ჩვენი ილეთებით, ჩვენი ხერხებით. ბრმად თუ შევალთ, გადაგვჯეგავენ. ამიტომ საჭირო არის გავარკვიოთ სად შემოვიდე შენთან ვინ ახარ? აბა მომაწოდე, რამ მდგომარეობაში ხარ, რა დაკარგე და შემოვალ, მაგრამ შენ რაც დაკარგე, თუ არის შენთან ის ხალხი, რომლებიც ამას აღიარებენ, მეც იმათთან გავერთიანდები. და ხომ არიან ამერიკაში და ევროპელებში ისეთი ხალხი, რომ არ იზიარებენ რა ამ რაც ხდება ამერიკა. გონიათ ამერიკაში ყველა იზიარებს იმას, რაც ხდება აქ ჰომოსექსუალიზმი და რაღაცები. აბა ეს წიგნები რატო იწერება? და ინტეგრაცია გარდაუვალი პროცესზე რო შემოდიხარ, ასეთი ინტელიგენტები უნდა მიემხრონ ამ ინტელიგენტებს და ქართველებში შეიტანონ ეს. რათა ფიზიკურად ქართველები გადარჩნენ. თუ არა და ჩვენი საქმე არის გაშევებული ხალხო და ფერებით შავია. მაგის სიმბოლური წარმოადგენელი მღვდლები არიან. და რო კითხო ესენი, მორწმუნეები არიან.
ვის აჯანდება თუნდაც ეს მორწმუნე? ესეთი მორწმუნეები არიან სამხრეთ ამერიკაში, ეგ აი არგენტინა, კოლუმბია და მთელი მორწმუნეები არიან ესენი, ურწმუნოები კი არ არიან. იქაც რო გითხოთ ყვავის ეს ქრისტიანობა. ასევე მუსულმანები მორწმუნეები არიან. რა აღმოსავლეთში კონფუციანელობა მორწმუნეები არ არიან? ეს რა ტრაბახი არის მორწმუნეები? რა გწამს, ვინ გწამს და ნაყოფი რა არის ამისი? და მანდ ახლა ისე 100%-ით დარღვეულია კოლასელთა წერილიც მეორე თავის მეორე მუხლი საქართველოში. 100%-ით არის დარღვეული.